შექმენით მიმზიდველი სანახაობები. ძალაუფლების 48 კანონის 37 კანონის განხილვა. მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday. გთხოვთ დასაწყისშივე დაალაიქოთ ეს ვიდეო. თუ სრული გექნებათ, კომენტარიც დაწეროთ და ვისაც გამოწერილი არ გაქვთ, გამოიწერეთ და მეგობრებსაც ურჩიოთ გამოწერა. მოკლედ, კანონის ფორმულირება. კაშკაშა ხატებები და გრანდიოზული სიმბოლური ჟესტები ძალაუფლების აურას ქმნის და მათზე ყველა რეაგირებს. შექმენით სანახაობები გარშემო მყოფთათვის, გამოიყენეთ თვალის მომჭრელი ვიზუალური გამოსახულებები და კაშკაშა სიმბოლოები, რომლებიც აძლიერებს თქვენს მყოფობას. გარეგნული იერით დაბრმავებული ვერავინ შენიშნავს სინამდვილეში რას აკეთებთ. ამაზე ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ სანამ მაგალითებზე გადავალ, ვიტყოდი, რომ აი ეს ჩანაწერი არ მინდა იყოს დამაბნეველი, გარეგნული იერით დაბრმავებული ვერავინ შენიშნავს სინამდვილეში რას აკეთებთ. ანუ რეალურად თქვენი ეს სიკაშკაშა და სიმბოლოები მარტო იმისთვის არ გამოიყენება, რომ დამალოთ სინამდვილეში რას აკეთებთ. კი, გამოიყენება მაგისთვის და თან არ გამოიყენება მაგისთვის. ანუ რეალურად თქვენ თუ გინდათ კონტენტ კრეატორობა, სამსახურში წარმატება, წარმატებული ანტრეპრენერობა, რაც არ უნდა იყოს, რაც უკავშირდება მეორე ადამიანისგან შენს აღიარებას, ნდობას, შენგან რაღაცის ყიდვას, ყველა ვარიანტში უნდა მოხიბლო ის და სიკაშკაშა მაინც და მაინც რაღაცა ოქროები არ არის, შეიძლება სიკაშკაშა იყოს შენი გარემო, მაგალითად, შენ თვითონ იყო ძალიან სადა, გეცვას პირობითად სულ თეთრები ან შავი და ამით იყო ძალიან მკაფიო, ან მაგალითად სულ თეთრ ოთახში იყოს შენ ერთი შავი ტანსაცმლით, ხო? აი ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ნეგატიური სპეისის, ასე ვთქვათ, მნიშვნელობასაც და ძალიან კარგი მაგალითი მახსენდება აქ წინ კეფირის ბოთლი მიდევს, ამას მოვიყვან მაგალითად, რომ აი ეს კეფირის ბოთლი თან რო დაჭმუჭნული იყოს და რომ დავდო თაროზე, სადაც სულ ძველი გამოყენებული ბოთლებია, ჩემზე იფიქრებთ, რომ რა არის ეს რაღაცა ნაგავს აგროვებს თუ რა ხდება და ეს კეფირის ბოთლი მე რო დავდო ერთ ძალიან, არ ვიცი, 1500 კვადრატულ სივრცეში, რომელიც არის თეთრი და ამასაც დავდებ და გარშემო განათებებს გავუკეთებ და ძალიან ბევრი ნეგატიური სპეისი სივრცე იქნება მის გარშემო, იქცევა ენდი უორჰოლის ხელოვნების ნიმფმუშად, ხო? ეს არ არის ჩემი მაგალითი, ეს დიზაინში არსებობს ეს მაგალითი და უბრალოდ აი რამდენად შეიძლება გარემომ, ჩაცმამ, თქვენი თავის რაღაც სიმბოლოებთან ასოცირებამ შეუქმნას ადამიანს თქვენზე შავეჭილება და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობებში ყველაზე ნათელი, ესე ვთქვათ, მაგალითი ამისი არის დუბაი, არაფრიდან შექმნილი სიკაშკაშა და ხა ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, მე მაგალითად არ მომწონს, ემირატებში აბუ-დაბი მირჩევნია, მაგრამ ფაქტია, რომ არის რაღაცა ისეთი ძლიერი ცენტრი, სადაც უამრავ ადამიანს უნდა წასვლა, თან ისეც რეალიზებულს, წარმატებულს, საქმიანს, ანუ ვიღარ ესაქმება ადამიანს, რომელსაც მოკლედ პირდაპირ ვთქვათ, ფული არ აქვს. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი ქალაქია, აი ზუსტად იმ თვალსაზრისით, რომ როგორ შეიძლება 37 კანონის გამოყენება. სხვა მაგალითი მახსენდება, მაგალითად ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში UFC-ს ივენთი ტრამპის დაბადების დღეზე, ხო? ანუ ტრამპი რაღაცნაირად კეისარი, იულიუს კეისარის, ასე ვთქვათ, ამ გლადიატორების შერკინების და მსგავსი, ესე ვთქვათ, პომპეზური და თან ძალაუფლებასთან და ძალასთან და მასკულინურ ენერგიასთან დაკავშირებული ღონისძიებების სათავეში. ასევე მუსიკალური სამყარო, ხო?
ძალიან კარგად გვახსოვს როგორ აცვია მაიკლ ჯექსონს, გვახსოვს კარგად როგორ აცვია ბიონსეს, სხვათა შორის გამახსენდა ქართულ მუსიკალურ წრეში აჩიკო მეფარიძე იყო ადამიანი, ვისაც ძალიან განსხვავებულად ეცვა, მოგწონს არ მოგწონს მაგაზე არ ვიკამათოთ, მაგრამ 37 კანონს იცავდა, იცოდა თუ არა 37 კანონი, ალბათ არა, მაშინ ეს წიგნი არ იყო დაწერილი, მაგრამ იცავდა და რუსული, ესე ვთქვათ, მუსიკალური ინდუსტრია და კინოინდუსტრიაც გადაჭედილია ამ მკაფიობით. და ჩემთვის აი ყველაზე ისეთი მკაფიო მაგალითი ამის არის რენატა ლიტვინოვა ხო? სწორად ვამბობ გვარს, რომელსაც აცვიეს სულ შავი ტანსაცმელი, ძირითადად ყოველ შემთხვევაში ბოლო წლებში თვითონ არის ძალიან თეთრი, უკეთია ძალიან ძვირფასი სამკაული, არის ესეთი რაღაცნაირი კაშკაშა რა და ეს სიკაშკაშა მაინც და მაინც არ მინდა რომ გეგონოთ რომ რაღაცა ბევრს ნიშნავს და ყველას გია ჯაჯანიძესავით უნდა ეცვას. მეზობლები ცოტა ხმაურობენ, ამიტომ მიკროფონს უფრო ახლოს მივიტან პირთან. და მოკლედ ხო, ანუ შეიძლება რომ ვიყოთ კაშკაშა სისადავის ფონზეც, თუნდაც ჩვენი მოქმედებებით, ხო? და გავიხსენოთ ასევე საფრანგეთის ბალმასკარადები და არა მარტო საფრანგეთის, უბრალოდ საფრანგეთის რაღაც ფრანგულ კინემატოგრაფიაში კარგად არის აღბეჭდილი ვერსალის სასახლე და ეს რაღაცა აი პომპეზურობა, მოკლედ აი ყველაფერი რა, აი რაც საფრანგეთის მაგდროინდელ იმპერიას უკავშირდება. ან არ ვიცი, პორტუგალია ხო, როდესაც კოლონისტი იყო. ეხლა სამსახურზე რომ გადავიტანოთ, სამსახურში აი ძალიან კარგად მახსოვს ერთი ჩემი თანამშრომელი ქალი, რომელიც არ გამოირჩეოდა საერთოდ ისეთი შრომის მოყვარეობით, ვარც იმას ვიტყვი, რომ არ იყო შრომის მოყვარე, სუბუქად, თავის საქმეს გააკეთებდა, არაფერს არ დააშავებდა, მაგრამ იმაზე მეცაც არ გააკეთებდა, მაგრამ მთელი ძალისხმევა იყო იმისკენ მიმართული, რომ მისგან შეექმნა მიმზიდველი სანახაობა. აი მე როგორც ალბათ წავიდოდი ადრე, არ ვიცი, ოპერაში ღონისძიებაზე ან რაღაცა აი ძალიან ისეთ წვეულებაზე, არ ვიცი საერთოდ წვეულებაზე ვარ თუ არა ნამყოფი კლასიკური გაგებით და აი როგორც წარმომედგინა, ის სამსახურში დადიოდა ეგრე და მთელი სამსახურის ქალის და კაცის ყურადღება იყო მისკენ მიპყრობილი და ამასთან ერთად ვიზუალურადაც არ იყო, რომ რაღაცა ძალიან მკაფიო ან კაშკაშა იცოდა რა უხდებოდა, რაზე გაეკეთებინა აქცენტები და მოკლედ რომ ვთქვათ 37 კანონის გამოყენებით ვფიქრობ და ალბათ ისიც დამეთანხმება, რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. ეხლა აღარ მქონია შეხება რამდენიმე წელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გაძლიერებულად იყენებს 37 კანონს, იმიტომ რომ ამ კანონის გამოყენება მას მოუტანა წარმატება რაღაცა დიდი განსაკუთრებული მასკულინური, ესე ვთქვათ, ძალისხმევის გარეშე და ზოგადად მინდა საქართველოზე ვილაპარაკო ამ ნაწილში, რომ ქართველები და საქართველო არის ძალიან სნობური ქვეყანა, ძალიან მოგწონს ჩვენ ბრენდები, რომლებსაც ეტყობათ, ანუ აწერია დიდზე, ვისი არისია, სად ვიყიდე, როგორ ვიყიდე, ზუსტად იმიტომ, რომ ეს კანონი ჩვენში ესე ვთქვათ, რაღაცნაირად გენეტიკური კოდის დონეზეა ჩაწერილი, შეიძლება არ ვიცი, რუსული გავლენა ან ის გავლენა, რომ საბჭოთა კავშირის დროს არ გქონდა არაფერი და ეხლა ყველაფერი ხელმისაწვდომია და გვინდა რომ გქონდეს, მაგრამ აი ის რომ ყველასაც ქალს აცვია მარჟიელას ფეხსაცმელი, განსაკუთრებით რაღაც ჩემი მიმდებარე ესე ვთქვათ თაობის თუ არის, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ სულ ვცდილობთ შევქმნათ მიმზიდველი სანახაობები. მაგრამ დაფიქრდით, რა არის თქვენთვის შენარჩუნებადი მიმზიდველი სანახაობა. ეხლა მაგალითად მე რომ ეს ვიდეოები ჩავწერო ხოლმე
გადავაკიდე, მაგრამ ოპერის სივრცეში არ არის შენარჩუნებადი, ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ჩავდო. ამიტომ ჩემთვის ეს არის სანახაობა, რასაც თქვენ გიზიარებთ, მაგალითად რომ ვარ სიმწვანეში, სიმშვიდეში, იქ ცოტა შეიძლება ტრაქტორის ხმა ისმის, ცოტა მეზობლების უკან მაქსიმუსია, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების მიმზიდველი სანახაობა უნდა იყოს მართლა ჩემი ცხოვრების ნაწილი. სხვა შემთხვევაში უბრალოდ მაღაზიაში რო შეგხვდება ადამიანი და სხვა ხარ, უიმე რა დაემართაო, ეს შთაბეჭდილება არ უნდა შექმნათ, თორემ დაინგრევა მთელი თქვენი იმიჯი. კანონის დაცვა. 1793 წელია ვარ ბერლინში, სადაც მოღვაწეობდა ესეთი ექიმი ვაისლედერი, რომელსაც ეძახდნენ მთვარის ექიმს და ის და მისი ცოლი კურნავდნენ ქალებს და კაცებს. მოკლედ მას ჰქონდა ოთახი ჩრდილოეთით, ძალიან დიდ შენობაში, ქალს ჰქონდა ანუ ცოლს სამხრეთით და ორივე მთვარის შუქზე პირდაპირ მთვარეს უმიზნებდნენ და ასაკურნავდნენ და თან ერთდროულად და ავტორი გვეუბნება, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომ ორივესთან შესულ კლიენტს ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც დაენახათ მთვარეო, მაგრამ ხედავდნენ, იმიტომ რომ მისტიკა შექმნეს, ანუ უზარმაზარს მიტოვებულ ლუდის შენობაში იყვნენ, რაღაცებს ბუტბუტებდნენ, არ უხსნიდნენ მთვარის შუქი რატომ მაინც და მაინც მათი გავლით, ესე ვთქვათ, კურნავს ხო ამ ხალხს და ბოლოს დიდარმა ადამიანებმაც დაიწყეს მათთან სიარული და ეს არ იყო, რომ გაჭირვებულები და რაღაცა უპოვრები და ვინც რაღაცა იმედს ეძებენ რა მხოლოდ და თანხა არ აქვს, რომ სხვა ექიმთან წავიდნენ. ანუ ყველა ფენის ადამიანი იყო მათით დაინტერესებული და ზუსტად ეგ არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი რა სერვისსაც არ უნდა ქმნიდან თან პროდუქტს, რომ ყველასთვის სასურველი უნდა იყოთ და მაგიტომ არის, რომ ძალიან ძვირიანი ბრენდებიც კი იმისთვის, რომ მასებისთვის იყვნენ ხელმისაწვდომი, ქმნიან, რა ვიცი, ისეთ პროდუქტებს, როგორც გლოსი ან ყველა ვერ იყიდის დიორის კაბას, იყიდის რაღაცა პომადას და რაღაცა ექნება დიორისგან და Dior Beauty არანაკლებ მომგებიანი ხაზია, ესე ვთქვათ, დიორის ჯგუფისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან პრაგმატულია და თითქმის ყველა დიდი ბრენდი, დიდი ცნობადობით და არა მას მარკეტს არ გულისხმობ, ცდილობს, რომ ყველა ტიპის მომხმარებელი დააინტერესოს და ყველასთვის ჰქონდეს რაღაც მათი, ესე ვთქვათ, ბიუჯეტის შესაბამისი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ მე თუ ვუშვებ ძვირიან კაბას, ძვირიან კაბის სეგმენტში უნდა ვიყო ძვირიანი, მაგრამ მე თუ გამოვუშვი პომადა, პომადის ფული მეტნაკლებად ყველა ქალს აქვს, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ იყიდოს. ამიტომ არ არის საჭირო, რომ პროდუქტს, რომელიც ძვირი გვაქვს, იმას ფასი დავუგდოთ იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი გახდეს, არამედ შეგვიძლია გავაკეთოთ ალტერნატიული, ან საერთოდ სხვა კატეგორიის, ესე ვთქვათ, პროდუქტი, რომელსაც ჩვენი ერთგული კლიენტები იყიდიან. ექიმ ვაისლედერს შესაძლოა არავითარი სამედიცინო ცოდნა არ ჰქონდა, ბერლინელ ექიმზეა საუბარი, მაგრამ შვენივრად იცნობდა ადამიანის ბუნებას. ის მიხვდა, რომ ადამიანებს ყოველთვის როდის სჭირდებათ რაციონალური ახსნა განმარტებები ან მეცნიერების ძალის დემონსტრირება, მათ უფრო მეტად სჭირდებათ პირდაპირი ზემოქმედება გრძნობებზე, მათ ემოციურ სფეროში შეღწევა. მაგალითად, დაიჯერებენ, რომ მილიონობით კილომეტრით დაშორებული კლდის ლოდიდან არეკლილ სინათლეს შეუძლია განკურნოს ესენი და აქ მოდი პლაცებოზეც ვილაპარაკოთ 1-2 სიტყვით. პლაცებო ალბათ იცით რა არის, მაგრამ ვიტყოდი, რომ პლაცებოს საპირისპიროს, რაც არ უნდა მაგარ ექიმთან მივიდეს ადამიანი და რაც არ უნდა მაგარი წამალი მიცეს, თუ რაღაც სერიოზული ჭირს და ახლა თითის გაჭრას არ გულისხმობ,
თუ მას არ გაუჩნდა იმედი ამ ექიმის წამლის, ის ვერ მორჩება, იმიტომ რომ მისი ნერვული სისტემა დანებდება და ის ფსიქოლოგიურად დამარცხდება. ანუ მისი ფსიქიკა ვერ წაიყვანს, ვერ გაქაჩავს მას ამ გზაზე, რომ გადარჩეს და უამრავი მაგალითი არსებობს ამის, რომ პლაცებომ გაამართლა და კარგმა ექიმმა და წამალმა ორი იდენტური кейსის და პაციენტის შემთხვევაში არ გაამართლა, ხო? ექიმაო ძალაუფლება მოიპოვა მთვარის გამოსახულებასთან თავის გაიგივებითო. დაიმახსოვრეთ ძალაუფლებისკენ სვლაში წარმატება დამოკიდებულია უნარზე, აირჩიოთ ყველაზე რაციონალური უმოკლესი გზა, რომელიც მინიმალურ ხარჯებს მოითხოვს. აქ აი ესეთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, რომ ძალაუფლებისკენ სვლაში წარმატება დამოკიდებულია უნარზე, აირჩიოთ ყველაზე რაციონალური უმოკლესი გზა. მოდი, ძალაუფლება ჩვენს რომ გამოგვადგეს პლუს წარმატებას დავარქმევ რა, ანუ ძალაუფლება წარმატებისკენ სვლაში არის ჩემი აზრით საჭირო, რომ აღმოვაჩინოთ და აღმოვაჩინო მეც ჩვენი უნიკალური ნიჭები რა გამოგვდის ბუნებრივად, რატომ მოდის ხალხი ჩვენთან, ჩვენი სპეციფიური ცოდნები და ესე ვთქვათ, ამით გავიმარტივოთ გზა, ხო? აი ძალიან ხშირად არის, რომ ადამიანი დაიბადა სხვა ადამიანების აღქმის სტანდარტით ლამაზი და მან აირჩია გზა ისეთი, რომ ამ სილამაზით მიიღოს მარტივად რაღაცაები, არ ვიცი, მაგალითად დაწინაურდეს, მაგალითად გახდეს კონტენტ კრეატორი, ინფლუენსერი, მოდელი, ბიუთი ბლოგერი, არ ვიცი, რა უამრავი რაღაც შეიძლება, ხო? და არის ადამიანი, რომელიც სტანდარტებით და კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არ შევდივარ იმ განსჯაში, ვინ არის ლამაზი, ვინ არა, რაღაცა სტანდარტით არ აღიქმება საზოგადოების მიერ ლამაზად, მიმზიდველად, ან თვლის, რომ არ აქვს შარმი, არ არის თავდაჯარებული, რა გზა უნდა აირჩიოს მან? და დღეს ძალიან ხშირად ირჩევენ ძვირიან გზას, რომელიც არის პლასტიკური ქირურგია, რომელიც არის ძალიან სახიფათო, რომელიც არის საკუთარი თავის მიუღებლობა და ჩემი აზრით ამ გზის არჩევას ჯობს ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ლამაზი არ არის, დროთა განმავლობაში იმუშაოს თავდაჯერებულობაზე და ამ დროის მანძილზე განავითაროს თავისი გონებრივი შესაძლებლობები. თავისი გონებრივი შესაძლებლობების განვითარების გზა არის ბევრად უფრო, ჩემი აზრით, მოკლე, ნაკლებად ხარჯიანი, ნაკლებად რისკიანი და მისი თავდაჯერებულობა დაეწევა და სოფი ლორენიც არანაირი სტანდარტით არ უნდა ითვლებოდეს ლამაზ ქალად, მაგრამ იყო ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ულამაზესი ქალი თან ისეთი ქვეყნიდან, სადაც ქალები მართლა ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სილამაზეში. აქედან გამომდინარე, სანამ ჩვენს შინაგან სოფი ლორენს გავაღვიძებთ, შეგვიძლია რომ არჩევანი გავაკეთოთ ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზე. ვიდრე მე სინანულზე რომ რა კარგი იქნებოდა ჩემი თავი მიმეღო, არ გამეკეთებინა ის, არ გამეკეთებინა ეს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ბოლოს ესეთი ესე ვთქვათ ჩანაწერით მთავრდება ამ ექიმის მაგალითი, რომ მთვარის თეთრი შუქით დაბრმავებული მსხვერპლნი მზად არიან მოტყუვდნენ და მშვენივრად ემორჩილებიან თქვენს მკურნალობასა და ამაზე მახსენდება მამა ნიკოლოზი, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიისგან ესე ვთქვათ, გარიყული იყო, რაღაც ოფიციალური სახელი აქვს მაგას დამოვიწყდა. გარიცხული იყო ეკლესიიდან, მაგრამ ყავდა უდიდესი რევლი მიმდევრები და ისინი ჩემი აზრით მზად იყვნენ, რომ მოტყუებულიყვნენ, მაგრამ ამ საკუთარი მზაობით, რომ მოტყუებულიყვნენ და დიდი რწმენით მის მიმართ მართლა ხდებოდა არა სასწაული, არამედ ადამიანის საკუთარი თავის დარწმუნებით
ხდებოდა იმ შედეგების მიღება, რა შედეგებსაც იღებდნენ. ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არ იყო მამა ნიკოლოზის დამსახურება, არც სხვა მსგავსი ფიგურების დამსახურება არ არის, ეგ არის ჩვენი რწმენის ძალა. და არაერთხელ მithქვამს სხვა ეპიზოდებშიც და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, რაც უნდა თავისი რწმენით. მაგრამ ამ გზაზე თუ მას არ ჯერა თავისი თავის და შეხვდა ვინმე გურუ ან არ ვიცი, კერპი ან რაღაცა, რამაც მიზანს მიაღწევინა, პრინციპში ამ რწმენის საწინააღმდეგოდ არაფერი არ მაქვს, უბრალოდ ეს თუ არ არის დესტრუქციული, გამოძალვაზე დამყარებული და ადამიანებს არ ესე ვთქვათ, მიუთითებს, რომ შენ არ გქონდეს არაფერი და ისედაც რომ არაფერი გაქვს, მე მომეცი მერე, ხო? ნუ აი რაღაცა ოშოსებური მაგალითი არის. ძალიან მომწონს ოშოს ძალიან ბევრი გამონათქვამი წიგნები ისე რა, საკმაოდ სამოტივაციო არის, როგორც პიროვნება, ფენომენალური, მაგრამ ნუ არის ძალიან დიდი მასშტაბის მამა ნიკოლოზი, ანუ თაღლითი, ამას ქვია თაღლითი, როდესაც ადამიანების, ესე ვთქვათ, წმენას იყენებ ესე დესტრუქციულად, მოდი ასე დავარქვათ, ხო? ეხლა კი კონტენტ კრეატორებს, ან მომავალ კონტენტ კრეატორებს, ან იმათ, ვინც თავიანთ ბრენდს აკეთებენ, ან კონტენტ კრეატორებს ეხმარებიან რაღაცაში, ის, რასაც ბრენდინგი და მარკეტინგი გვასწავლის, მინდა ვუთხრა, რომ საუკუნეების წინ გამოიყენებოდა და 1 და 2 არა, 15, არ ვიცი, 18, 19 და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან კარგი მაგალითი არის საფრანგეთის მეფის ანრი მეორის საყვარელი დიანა დე პუატიე და გირჩევთ, რომ დარისერჩოთ ეს პიროვნება განსაკუთრებით ქალებმა, რამდენი მოახერხა სიმბოლიკის სწორად გამოყენებით, ეცვა მარტო შავი თეთრი, მისი სასახლე იყო თეთრი და ჰქონდა შავი ორნამენტები, მთელ საფრანგეთში იყო მისი და მეფის ინიციალები ამოტვირფრული, თავი გაიგივა ნადირობის და სიუხვის, ესე ვთქვათ, ქალღმერთთან, დიანასთან და დიანას ქანდაკება რომ გააკეთებინა, თავის თავზე მიამსგავსებინა, ოღონდ ასოციაციას იწვევდა და არა ის, რომ პირდაპირ ის იყო და ნუ მოკლედ მეფის საყვარელი და მრჩეველი იყო მეფის გარდაცვალებამდე და მეფეს მისთვის არასდროს არ უღალატია, როგორც ავტორი და წყაროები გვეუბნებიან. ის არ იყო ერთადერთი, ვინც ესეთ დიდ სიმბოლოებს იყენებდა, აგერ ლუი მე-14-ის მაგალითი არის, რომელმაც აირჩია მისი მუდმივობისთვის, რომელიც არასოდეს ღალატობს დიადი მონარქის სიმბოლოთ, მზის დიდი ხატება, ხო? და ნუ ლუი მე-14 თავს აიგივებდა მზესთან და ხალხს მასთან ავტომატურად სიუხვის, დოვლათის, სითბოს, სიდიადის, სინათლის, ანუ აი ეს შეგრძნებები უჩნდებოდა. ან ძალიან რთულია, როცა შენ დაიბადე ეხლა და შენ გახდე მზე, ჯობს შენი თავი გაიგივო მზესთან და იმ მზეს რა რეპუტაციაც აქვს, ეგ წამოიღო და ესე ვთქვათ, შენი საბურველი გახდეს, ვიდრე შენ გახდე მართლა მზე და ძირითადად წინა საუკუნეებშიც ამას აკეთებდნენ, რომ დიდ სიმბოლოებთან ან ფიგურებთან, ქალღმერთებთან და ღმერთებთან აიგივებდნენ, ან მითოლოგიურ გმირებთან საკუთარ თავს და ვითომ ისინი იყვნენ და ამ ვითომში ხალხი მართლაც, ესე ვთქვათ, იმ სიმბოლიკის განმარტებას პირდაპირ განევრცელებდა ხოლმე ამა თუ იმ ადამიანებზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს ერთიანი თანმიმდევრული უწყვეტი, შეიძლება ცვალებადი, მაგრამ ხშირად ცვალებადი არა. იმიჯი, სადაც ვიმეორებთ ფერებს, ფონტებს, სტილს, საუბრის მანერას, საცხოვრებელ ადგილს და ხალხს ამით ვამახსოვრებთ თავს და ეს ვიზუალური სიმბოლიკაა, რომელიც სიტყვებზე უკეთ ამბობს სათქმელს. ავტორი გვეუბნება, რომ სიტყვებით საქმის დაცვის მცდელობა სარისკოა, სიტყვები საშიში ინსტრუმენტია და ხშირად ვერ აღწევს მიზანს და ასევე ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი გამონათქვამი გვაქვს
კარგი მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ანუ მსმენელი, ანუ ძალიან დიდია სიტყვის ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. ასევე სიტყვაში გჭირდება სწორი ენერგია, განწყობა, ხასიათი, იმიტომ რომ ერთი და იგივე ნათქვამა სიტყვამ შეიძლება ადამიანი ესე ვთქვათ, მადლობა გადაგიხადოს და შეიძლება დაგარტყას, მაგრამ განსხვავებულია ვიზუალური ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს შესაძლებლობას პირდაპირ სიტყვების ლაბირინთის გვერდისავლით იმოქმედოთ და ძალიან მიაქციეთ ყურადღება რა სიმბოლიკას, რა ფერებს იყენებთ, ხო და ძალიან კარგი გამონათქვამი შემხვდა კლეოპატრაზე, რომ მკითხო დედამიწის უმრავლესობასო მოსახლეობის, არ ახსოვთო კლეოპატრამ რა დაიპყრო, როგორ დაიპყრო, იომა, არიომა, ნუ ახსოვთ მისი, ესე ვთქვათ, ტიტული და ის რომ მუდამ ქონდა ეგრეთ წოდებული ეს ლასტეჩკები რა, არ მახსოვს ქართულად რა ქვია, მოკლედ თვალის ზემოთ კონტური. ამით ყველამ დაიმახსოვრა, ანუ ამდენად დიდი მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს, მაგალითად მეიქაპს. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს სამკაულებს. ტექნიკის შესაძენად ვიყავი ერთ-ერთ მაღაზიაში და ერთი ქალი მეცნობოდა და ვერაფრით ვერ ვიცანი. და ბოლოს ანუ რაღაცას ათვალიერებდა და ხელებზე შევხედე და სამაჯურებით ვიცანი ვინ იყო. ერთ-ერთი კონტენტ კრეატორია, რომელიც სულ ერთი და იგივე სამაჯურით აკეთებს საჭმელს, ანუ ფუდ ბლოგერია და სამაჯურებით დავაკავშირე, რომ ეს ის ქალია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მაინტერესებს ვიდეოს ამ დრომდე თუ დარჩით. მე რასთან ვასოცირდები თქვენთვის, რა სიმბოლოსთან, რა ფერთან და ზოგადად აი რასთან ვასოცირდები, მე მაქვს ჩემი აღქმა, მაგრამ არის რაღაცაები, რაც ჩემს ესე ვთქვათ ბრენდინგში შეიძლება უფრო მკაფიო უნდა გახდეს, უფრო ხშირად გავიმეორო, მქონდეს უფრო შეიძლება ერთი და იგივე ფონი, ან მეკეთოს ერთი და იგივე საყურეები, არ ვიცი. მოკლედ, დამიწერეთ ძალიან დამეხმარება თქვენი ჩემეული აღქმა იმაში, თუ რა მიმართულებით უნდა დავხვეწო ჩემი ბრენდ კითი. მოკლედ ესე პირდაპირ ვიტყვი. არავითარ შემთხვევაში არ უგულებელყოთ მაყურებლისთვის გადასაცემი ინფორმაციის ზუსტი ვიზუალური გაფორმება. ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მაგალითად ფერი, უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობისაა. ადამიანები უფრო მეტად ფერზე რეაგირებენ ვიდრე სიტყვაზე და განსაკუთრებით არის კვებაზე, ხო? ანუ აი მენიუში რა ფრად წერია, რა ფერი ლოგო აქვს, რა ფერი არის იქაური გარემო. ვიცით, რომ წითელი ნარინჯისფერი ადამიანს უფრო აღხსნებს და ჭამას ანდომებს. ვენდისი, მაკდონალდსი, პიცერიები, ანუ ფასტ ფუდი ძირითადად არის წითელ ნარინჯისფერ ფერებში რომ გადავხედოთ და შეგიძლიათ ფერების ფსიქოლოგიაც ისწავლოთ. თუ არ ისწავლით, უბრალოდ, როდესაც თქვენთვის არჩევთ რამეს, გადაამოწმოთ, ხო, ნამდვილად იმას ტრანსლირებს, რაც გინდათ, რომ ესე ვთქვათ, თქვენი ბრენდის მესიჯი იყოს და თუ წინააღმდეგობაში მოდის, შეცვალოთ, ან უბრალოდ ინფორმირებული შეცდომიანი გადაწყვეტილება მიიღოთ და თანამედროვე მაგალითი მინდა გავიხსენო, როგორ შეიძლება დაუკავშიროთ თქვენი თავი რაღაც უფრო დიდს და ამით გახდეთ თქვენ უფრო დიდი. ეს არის ილონ მასკი და თესლა, ხო? მის კომპანიას თესლა შემთხვევით არ ქვია. თესლა ვიცით დღეს როგორი აღიარებულია, გენიოსია, ყველა საუკუნის ყველაზე დიდი გენიოსია თუ ბოლო 10 საუკუნის. მოკლედ, კამათი მიდის იმაზე, ტოპ 1-ია, პირველია თუ ტოპ 5-ია, ხო? და ადგადა თავის კომპანიას დაუკავშირა ილონ მასკი თესლა, ილონ მასკი თესლა, თესლა ილონ მასკი და ილონ მასკზეც ავტომატურად ჩვენი შთაბეჭდილებები არის, რომ ის არის გენიოსი, რაც არის, ალბათ არ ვიცნობ. ჩემი აზრით არის ძალიან შრომის მოყვარე, ძალიან ჭკვიანი, ბევრი უნივერსალური, ესე ვთქვათ, უნარი აქვს, მაგრამ გამომგონებელი გენიოსი არ არის. ყოველ შემთხვევაში
პატენტებს მის კომპანიებში სხვები ქმნიან. აქედან გამომდინარე, ეს არის თანამედროვე მაგალითი. ასევე Facebook-ის მარკი, რატომღაც სულ UFC-ს მებრძოლებთან ერთად არის, ვარჯიშობს, მათ ბოქსებში, უნდა რომ რაღაც მებრძოლთან ასოცირდებოდეს და ნელ-ნელა მისი ნერდი IT-შნიკის, ესე ვთქვათ, იმიჯის გარდაქმნა ხდება აბსოლუტურად სხვა პიროვნებაში, რაღაცა ისეთი მებრძოლიდან და პრეზიდენტობისთვის ხო არ ემზადება, ან რაღაცა კიდევ უფრო სერიოზულისთვის შეგვიძლია დავფიქრდეთ. ავტორი გვეუბნება, რომ საპირისპირო მოსაზრება არ არსებობს, რომელსაც შეუძლია ხატებისა და სიმბოლოების უგულებელყოფა და მე ამაში ვეთანხმები. შეარჩიეთ თქვენი ბრენდინგი, თქვენი ტანისამოსი, თქვენი ფერები, თქვენი სახლი უნდა გიხდებოდეთ თქვენი მეგობრები უნდა გიხდებოდეთ თქვენ. ტყუილა ხო არ არის გულის სიღრმეში, რაღაცა ისა რა მეგობარი რო ყავს, რო არ მოგწონს მისი დესტრუქციული ჩვევები, შენთანაც თუ ასოცირდება, შეიძლება შენზეც ექნებოდეთ, ხო, ეგეთი შთაბეჭდილება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რაც არის ჩვენი იმიჯის და რეპუტაციის შექმნისთვის საჭირო ატრიბუტიკა და დეკორაციები, მაქსიმუსი გააბრაზეს ბავშვებმა, ფრთხილად უნდა ავარჩიოთ და მას შემდეგ, რაც ავარჩევთ, კიდევ უნდა გავატაროთ ფილტრში, დროში მუშაობს თუ არა. სულ ეს არის, რაც მინდოდა მეთქვა ამ კანონის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა და გელოდებით შემდეგი კანონის განხილვაზე.